დღეს ვისაუბრებთ როგორ უნდა შევამოწმოთ ლაშა ანუკა კონსერვის უსაფრთხოება სახლის პირობებში და ეს მნიშვნელოვანი დეტალია დღევანდელი ჩვენი გადაცემის. გეტყვით რომ კონსერვი როგორც ვიცით არამალფუჭებადი მოსახერხებელი და ხშირად ოჯახური სამზარეულოს შეუცვლელი ნაწილია და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ალბათ თქვენც იყენებთ, თუმცა მისი გარეგნული სისუფთავე და გემო შესაძლოა ძალიან ფარულად მალავდეს სიცოცხლისთვის საშიშ ბაქტერიებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პროდუქტი არასწორადაა მომზადებული ან შენახული და ეს დეტალები უნდა გავითვალისწინოთ სწორედ ამ პროდუქტთან მიმართებით. ერთ-ერთი ყველაზე საფრთხის შემცველი მიკროორგანიზმია Clostridium botulinum. შეგვიძლია ვნახოთ ეკრანზე თუ როგორ გამოიყურება ეს ბაქტერია, ლაშა შეგვიძლია შეხედოთ. ეს არის ბოტულიზმის გამომწვევი ბაქტერია, ის გვხვდება ნიადაგში და შესაძლოა მოხდეს პროდუქტში დამუშავების დროს და შემდეგაც, როცა უკვე მოიხუფება ქილა. გეტყვით რომ ქილის შიგნით უჟანგბადო გარემოში ეს ბაქტერია იწყებს სიცოცხლეს და გამოყოფს ძლიერ ტოქსინს, რომელსაც არც სუნი აქვს და არც გემონური თვისება, რაც ეს ჩვენთვის ძალიან ცუდია, მარტივად ვერ ამოვიცნობთ და სწორედ ადამიანის ორგანიზმისთვის ეს ტოქსინი არის საშიში. ასევე, როდესაც თემაზე მუშაობდით, ამაინტერესა რომელი პროდუქტებია, რომელიც ყველაზე მეტად საშიშია კონსერვში და შეგვიძლია გავეცნოთ ამ პროდუქტების ჩამონათვალსაც. ეს არის დაბალმჟავიანი ბოსტნეული, როგორიცაა ბადრიჯანი, სოკო, არკოსნები და დანდური. როგორც ვიცით, ძალიან ხშირად ამზადებენ ბადრიჯნის, ასე ვთქვათ, კონსერვს და გასათვალისწინებელია ეს ფაქტი. ასევე ზეთში შენახული პროდუქტები, როგორიცაა ნიორი, მწვანილი და წიწაკა, ასევე ხორცი და თევზი თუ სახლში დაკონსერვებულია სათანადოდ სტერილიზაციის გარეშე არის საშიში და ასევე უნდა გამოვყოთ მარწყვის კომპოტი. ალბათ ძალიან გვიყვარს და ჩვენ მაყურებელსაც ძალიან უყვარს, თუმცა ის ბოსტნეული და ხილი, რომელიც ნიადაგთან ახლოს არის, უფრო საშიშია, ესე ვთქვათ, კონსერვში და მნიშვნელოვანი დეტალია, როდესაც ვამზადებთ კონსერვს. გეტყვით რომ დანდური ხშირად მიიჩნევა მარტივ პროდუქტად, დასაკონსერვებლად და განსაკუთრებით საფრთხის შემცველია, რადგან როგორც აღვნიშნე, არის ძალიან ახლოს მიწასთან, თან ფაქტობრივად ესე ვთქვათ გართხმულია მთელ მიწაზე და მისი pH-ი მაღალია, რაც ქმნის იდეალურ პირობებს ბოტულიზმისთვის, თუ მას არ ემატება ძმარი ან ლიმონმჟავა ან არ ხდება სათანადო სითბური დამუშავება, შესაძლოა ქილაში განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში ტოქსინი. ეს იყო ის ინფორმაცია, რაც სწორედ მე მოვიცი ამ თემატიკაზე და ჩვენ გადაცემაში ასევე გვყავს სტუმარი ქალბატონი ეკა გიგაური, რომელიც არის სურსეთის უნებლობის ექსპერტი და სპეციალისტი, რომელიც ახლა შემოგვიერთდება და უფრო დეტალურად მიმოვიხილავთ ამ თემას, რაც ასე მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ პერიოდში ამზადებენ ხოლმე ჩვენი მაყურებელი შუადღემშვიდობისა ქალბატონო ეკა, მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხართ და გვინდა რომ ვისაუბროთ თუ როგორ ამოვიცნოთ საეჭვო კონსერვები, რომ ეს ვთქვათ მიმოვიხილოთ ეს თემა. კი ბატონო, მოგესალმებით კიდევ ერთხელ. როგორც თქვენც აღნიშნეთ, ბოტულინიუმის, ასე ვთქვათ, შემცველი კონსერვები ადვილი ამოსაცნობი არ არის კი არა, ადამიანის საერთოდ ვერ ამოიცნობს, ვიდრე ლაბორატორიული კვლევა არ ჩატარდება. უსუნო, გემო, ვიზუალურად კონსერვს არაფერი არ ემჩნევა, არანაირი ვთქვათ, გადმოსული არ არის ან ზევიდან ამოწეული კონსერვის ხუფი არ აქვს, ვერანაირად ვერ ამოვიცნობთ და ძალიან საშიში შედეგები აქვს მისი გამოყენების, ასე ვთქვათ, დროს. ხდება სუნთქვის შეკავება, ფაქტობრივად ადამიანი ძალიან ხშირად 70%-ზე მეტ შემთხვევაში იღუპება, ლეტალური შედეგი დგება, მარტო იმიტომ, რომ მან ესეთ არასტერილურ პირობებში დამზადებული სხვადასხვა ბოსტნეული ან სხვადასხვა პროდუქტი მიირთვა, რომელსაც აქვს pH მაჩვენებელი მაღალი, ესეთ პროდუქტებს, რომელიც გემოზე არ არიან მჟავე, როგორც ბადრიჯანი, ლობიო და შემდეგ და რომელსაც არ ემატება ლიმონის სიმჟავე ან ძმარმჟავა ან ძმარი, ღვინის ძმარი, ნებისმიერი, რომელიც აი ამ პროდუქტში საბოლოო ჯამში pH-ს ესე იგი დაწევს, იქნება დაბალი pH-ის და მაღალმჟავიანი პროდუქტი. ამიტომ ამოსაცნობად ფაქტობრივად ვერავინ მას ვერ ამოიცნობს, მხოლოდ მიღების შემდეგ. საინტერესო ის არის ამ ბოტულინიუმის, ასე ვთქვათ, Clostridium botulinum's ასეთი თვისება აქვს, რომ თუ ჩვენ სახში დამზადებული კონსერვი გვაქვს და რაღაც ეჭვი გვაქვს ან არ გვაქვს ეჭვი, თუ ჩვენ მას გავხსნით და ვიზუალურად კარგად გამოიყურება და უბრალოდ გადავადუღებთ მას ტემპერატურული ზემოქმედების ქვეშ, შეიძლება რომ ეს ბოტულინიუმის, ასე ვთქვათ, ეს პროდუქტი, ბოტულინიუმის მიკროორგანიზმი გავანადგუროთ და ჩვენ მივირთვათ უსაფრთხოდ, მაგრამ
ესეთ კონსერვს დუღილი ჭირდება 10 ასე ვთქვათ წუთის განმავლობაში რა, ანუ გადმოვიღოთ ხორში დავახუროთ. საკმარისი არ არის 5-10 წუთის განმავლობაში თუ ჩვენ გვინდა რომ ვთქვათ დავწმუნდეთ და არ შეგვეშინდეთ ესეთი კონსერვის მირთმევა, მაგრამ ასეთ პროდუქტში იმ შემთხვევაში თუ კლოსტრიდიუმი მასში ბოტულინიუმი მაინც იყო, სპორები რჩება, რაც ჩვეულებრივი 100 გრადუსიანი ტემპერატურის შემთხვევაში ვერაფრით ვერ განადგურდება. ნადგურდება მხოლოდ ავტოკლავირების დროს. ეს არის აი ჩვენ რო წარმოვიდგინოთ, რომ ქვაბში რაღაცას ვადუღებთ, ან დუღილის დროს წარმოქმნილი არის ის ორთქლი და ხუბს რო ვაფარებთ ამ თავსაფარს, ხო ამოდის ხოლმე ეს ორთქლი და ავტოკლავი არის ისეთი, ასე ვთქვათ, აპარატი, მოწყობილობა, რომელიც ამ წნევასაც აი ქმნის იმის შედეგად, რომ ორთქლის შედეგად არის წარმოქმნილი, ჭარბი ორთქლის შედეგად წარმოქმნილი წნევა, რომელიც შიგნით ამ დახურულ ასეთ აპარატში არის და ამის შემთხვევაში უკვე ტემპერატურა არა 100 გრადუსია, როგორც ჩვეულებრივად დუღილის ტემპერატურა, ხო ვიცით, ჩვენ ატმოსფერულ წნევას დედამიწაზე რო 100 გრადუსია, ხო, წყლის დუღილის ტემპერატურა. იქ უკვე ამ წყლის დუღილის ტემპერატურა არის 121 გრადუსი და ამ შემთხვევაში უკვე კლოსტრიდიუმ ბოტულინიუმის სპორაც კი კვდება. ამიტომ მეტად უფრო უსაფრთხოა ესეთი პროდუქტები, რომელიც საქარხნო, ანუ ქარხნულ პირობებში დამზადებული, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვერ უზრუნველყოფთ სახში. ხა ის სახლში რამდენად ხდება წნევით სტერილიზაცია და აი რა განსხვავება ავტოკლავი არ გვაქვს და ამ შემთხვევაში. ნახეთ, ჩვენ სახლში თუ ავტოკლავი გვაქვს, თუ ვიყიდეთ ესეთი აპარატი, რომელიც წნევის ქვეშ შეგვიძლია რომ კონსერვი დავიმზადოთ, კი ბატონო, თქვათ, ეს შეიძლება რომ თუ ტემპერატურა შეიქმნა ამ დახურულ სისტემაში 121 გრადუსი და ეს შეიძლება მხოლოდ დახურულ სისტემაში, ქვაბში ამას ვერ შევქმნით, იმიტომ რომ ორთქლი გამოდის, ხო? ანუ აი ამ ორთქლის წნევის შედეგად წარმოიქმნება ეს 121 გრადუსი, მაგ შემთხვევაში ბოტულინიუმზე საფრთხე ნაკლებია. ესეთი პროდუქტები, ნახეთ, როგორც ვთქვით, არის დაბალმჟავიანი, მაღალი pH-ის მქონე, იმიტომ რომ ახლა რო ავხსნათ რა არის ეს pH, ხო? წყალში არის 7 pH, ხო? ესეთი საშუალო ნეიტრალური არეა. არის მჟავე არეები, რომელიც არის pH დაბალი pH-ი და ესე იგი მჟავე პროდუქტებია და პროდუქტებით რა ავხსნათ ჩვენ მაყურებელს უფრო მჟავე პროდუქტები არის მაგალითად ხილი, გემოზე რაც არის მჟავე, იმას აქვს მაღალი pH-ი, ანუ ესეთი დაბალი pH-ი, მაღალი მჟავიანობა. ეს არის თქვათ იგივე კენკროვანი ხილი, შეიძლება იყოს ალუბალი, მაგრამ რისკი არის ნაკლები თუ არის მჟავე პროდუქტი. ანუ ლაშეს საყვარელი ატმის კომპოტი, ნუ შეგეშინდებათ, გემოზეც მჟავია, მაგრამ ნახეთ, თუ თქვენ გადამწიფებულ ხილს ამზადებთ, ესეთ კომპოტში აუცილებელია რომ მჟავა, ანუ ლიმონის სიმჟავე შევიტანოთ, რომ ამ პროდუქტში სიმჟავე მჟავიანობა გემოზე გაიზარდოს, შესაბამისად დაიკლოს pH-მა, დაგაბნიეთ მე მგონი და ესეთი პროდუქტები, ანუ დაბალი pH-ის და მაღალი მჟავიანი, რომ უკვე უსაფრთხო იქნება ჩვენთვის. აი ესეთი გემოზე დაბალმჟავიანი პროდუქტები არის ბოსტნეული, ანუ ბადრიჯანი მჟავი არ არის, რაღაცები არ არის, ლობიო მჟავი არ არის, ამიტომ არის სახიფათო და ბოტულინიუმი მასში ადვილად მრავლდება. ხო, აქვე წნილზეც ხომ ჩავეკითხოთ, იმიტომ რომ შედარებით უფრო მომჟავოა, ხო? და ამ შემთხვევაში როგორ ამ შემთხვევაში თუ რამე არის მჟავე, ბოტულინიუმის საფრთხე. ხა ჩვენ საუბრობთ მარტო სხვა ამ პროდუქტზე, ხო, ანუ მიკროორგანიზმზე, კლოსტრიდიუმ ბოტულინიუმზე, რომელიც სახიფათო არის მხოლოდ ისეთ პროდუქტებში, რომელიც არის დაბალ, აი ესეთი გემოზე რომ მჟავე არ არის რა ესეთ პროდუქტებში. შეცნებათ. კი, და მე. იცით რამე კითხოთ, მაგალითად, რა ითვლება კონსერვად, ვთქვათ, ახლა მე პირადად სახში ერთადერთი რასაც ვაკეთებ ხოლმე, ეს არის ფეიხოასი და ქაცვის პირდაპირ ცოცხლად გატარებული შაქარ-დაყრელი, არასტერილიზაცია, არამოყრილი კონსერვი არ არის. კონსერვი და კონსერვებული პროდუქციაც თავისი გავსინდათ დავაგემოვნე. მოკლედ კონსერვი არის პროდუქტი, ამდა წავიკითხოთ ეტიკეტი, რომელსაც მაგალითად აწერია სტერილიზებული კონსერვი ან პასტერიზებული კონსერვი. ანუ ისეთი პროდუქტია, რომელიც დახურულ სივრცეში განიცადა, ასე ვთქვათ, თერმული დამუშავება და თერმული დამუშავება პასტერიზაციის დროს არის უფრო ნაკლები და სტერილიზაციის დროს უფრო მაღალი. პასტერიზაცია შეიძლება 85 გრადუსზე იყოს თერმული დამუშავება და სტერილიზაცია 100 გრადუსზე და ზევით. აი ისეთი პროდუქტები, რომელიც თქვენ გიყვართ, ხო? ეს კომპოტები, ესენი უფრო პასტერიზაციას განიცდიან, იმიტომ რომ გემოზე ისინი არიან მჟავე და საშიში ბოტულინიუმით არ არიან. მაგრამ როგორც კი თქვენ შეეხებით ლობიოს, ბადრიჯანს, ესენი გემოზე მჟავე რო არ არიან, მათი ასეთი ტიპის, ასე ვთქვათ, კონსერვირება, ანუ სტერილიზება დახურულ სივრცეში, ანუ დახურული ყოფითა ესეთი სტერილიზაცია,
უკვე არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ როგორც თქვენ თქვით, უჰაერო გარემოში წარმოიქმნება საშიში, ასე ვთქვათ, ესეთი ანაერობული მიკროორგანიზმი, Clostridium botulinum, რომელიც გველის შხამის ტოლფასია, აი იმდენად სახიფათოა. კიდევ ერთი რამე მინდა გითხრათ, რომ აი მაგალითად ეს Clostridium botulinum ნანოგრამებში, ეს 1 გრამი კი არა, მაგრამ 1 გრამი შეიძლება რომ მთელი ასე ვთქვათ, ქალაქი მოწამლო 1 გრამი ბოტულინიუმის ტოქსინით და 1 კილოგრამით შეიძლება მოწამლო მთელი მსოფლიო. ანუ იმ ნანოგრამები ნოლის შემდეგ 8 ასე ვთქვათ, მაგრამ ეს ბოტულინიუმი კიდე გამოიყენება მაგალითად კოსმეტიკაში, ბოტოქსის სახით და რაღაც, მაგრამ იმდენად უსაფრთხოა აი კუნთების სპაზმის მოხსნას და ითქვათ რაღაცეების პატარა ანუ ეს ის ბოტოქსია? ეს ის ბოტოქსია. რომელიც ის ვიცოდი რომ შხამი იყო და ცუდი. ამ დროს ძალიან კარგი, მაგრამ იქ ბევრად უფრო დაბალი დოზებით მიიღება ორგანიზმისთვის და ამიტომ არის უსაფრთხო, ხა ბოტოქსით არავინ არ ყვდება, ვიცით და ის არ არის შინაგანი ორგანოებისთვის მისაღები და აი თუ შევადარებთ გველის შხამს, ხო? გველის შხამი უფრო დიდი დოზით გვჭირდება ჩვენ რომ მოვიწამლოთ, ვიდრე ბოტულინიუმის ტოქსინით. ამიტომ ძალიან სახიფათოა. ჩემი რჩევაა, რომ სახში დამზადებული კონსერვები თუ მაინც და მაინც ძალიან გვინდა რომ დავამზადოთ, აუცილებლად გამოყენების წინ არა მხოლოდ წამოვადუღოთ, როგორც 10 წუთი ვადუღოთ. არამედ ვადუღოთ 5-დან 10 წუთამდე რომ რაღაცნაირად აი ამ დუღილთან დაკავშირებით უნდა მეკითხა ზუსტად, იმიტომ რომ თქვენ შესავალში ხაზი გაუსით ამას, რომ 10 წუთიანი დუღილის შემდეგ, მაგრამ არის თუ არა ქალბატონიკა ალბათობა იმისა, რომ ამ 10 წუთიანმა დუღილმა ეს ბაქტერია არ მოკლას და გამოიწვიოს თქვათ იგივე ეფექტი და იგივე არ ვიცი ტრავმა ორგანიზმის, რაც არ გადადუღების შემთხვევაში. არ გადადუღება წარმოუდგენელია საერთოდ, აი ოდნავ მაინც თუ გვიყვარს ჩვენი ოჯახის წევრები, ნუ გამოვიყენებთ საკონსერვებულ პროდუქტს, რომელსაც წინასწარ არ წამოვადუღებთ, იმიტომ რომ იმის ეჭვი რომ მიწასთან ახლოს იყო და გართხმული იყო პროდუქტი და ლეტალური შედეგი არის ძალიან მაღალი და ფაქტობრივად ვერც გადარჩება თითქმის ვერავინ, ამ 70%-ზე მეტზეა აქ ლაპარაკი და იმ შემთხვევაში თუ ჩვენ წამოვადუღებთ, არის რა თქმა უნდა შანსი, შეიძლება კი, ანუ რაღაც მცირე შანსი არის, იმიტომ რომ ჩვენ შეიძლება იმ ბადრეჟნის ყველა ზედაპირს ვერ შეეხოს, აი თუ მას არ ვადუღებთ დახურული, ასე ვთქვათ, ქვაბის, ასე ვთქვათ, საშუალებით და თუ ის არ იქნება ის ტემპერატურა სრულად მოცული კოვზითაც კარგად დავურიოთ, რომ ზედაპირზე არაფერი დაგვრჩეს, აი ამ შემთხვევაში უსაფრთხოდ შეგვიძლია მივიჩნიოთ ესეთი ტიპის კონსერვი და მივირთვათ უსაფრთხოდ. კი ბატონო, ჩვენ სტუდიაში კონსერვებიც არის წარმოდგენილი, რომელსაც მინდა რომ ნახოთ, თუმცა სანამ გადავალთ, მინდა გკითხოთ, როგორ ამოვიცნოთ, რა სიმპტომებით ვლინდება ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ ბოტულიზმზე და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ? გემო არა აქვს, სუნი არა აქვს, არც შეფერილობა ალბათ. სანამ არ მიიღებ, ხო და რა სიმპტომებით უნდა ამოვიცნოთ ადამიანში? ბოტულინიუმ შევთანხმდით, რომ ადამიანში როგორ ამოვიცნოთ? ადამიანს ეწყება სუნთქვის, ასე ვთქვათ, შეკავება, ფაქტობრივად იღუპება იმის გამო, რომ ვერ სუნთქავს. მალევე ეს ხდება ძალიან მალე, თუ სარეანიმაციო საშუალება არის საშუალება, რომ საავადმყოფოში გადავიყვანოთ და რეანიმაციული რაღაც პაციენტის როგორც შეესაბამება ისე მოუვაროთ, მაშინ შანსი გადარჩენის არის. რამდენია დრო პროდუქტის მიღებიდან პირველი სიმპტომების ძალიან ისე როგორც გველი შხამი, ეგრე არ ეწყება, კარგი კითხვა არის, დრო იმას სჭირდება, ვიდრე ორგანიზმში ან სისხლში, ღრძილები თუ აქ ადამიანს დაზიანებული უფრო მეტად იქნება, იმიტომ რომ სწრაფად შევა ორგანიზმში, თუ არა და ვიდრე ვთქვათ ჩავიდა და ასე ვთქვათ კუჭის წვენი კი ვიცით რომ აგრესიულია და პიაში იქ არის ძალიან მჟავია, ხო, კუჭის არე, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც ვერაფერს ვერ უშვება უკვე აი ამ სისხლში შეწოვილ აი ამ ტოქსინს და ამიტომ შეიძლება ითქვას რომ დღის განმავლობაში დღის ბოლომდე უკვე სრულად გვეცოდინება რომ ეს იყო ბოტულინიუმის ტოქსინი და ძალიან სახიფათო. მინდა გითხრათ რომ მაგალითად სახში იგივე არის შეიძლება ბოტულინიუმზე აქ არ ვსაუბრობთ, მაგრამ ისიც ტოქსინებია, გვაქვს ტომატ პასტა მაგალითად და ხანგრძლივად გვინდა რომ გახსნის შემდეგ შევინახოთ მაცივარში, თუ ჩვენ შევამჩნევთ ამას ვთქვათ ობის წყაროს, ეს უკვე სხვა ტოქსინია, შეიძლება იყოს პენიცილინიუმი, შეიძლება იყოს ვთქვათ აფლატოქსინი, სხვადასხვა ტოქსინები, რომელიც თერმული ზემოქმედების შედეგად, როგორც ჩვენი საყვარელი ბოტულინიუმი, ვერ მოქმედებს იმაზე. ანუ ის ისე
ისეთი ტოქსინია, რომელიც უფრო საშიშია. ანუ წამოდუღება არ შველის მსგავს. სასიკვდილო არ არის ავარაუდო. აი სასიკვდილო არ არის, თუმცა მოქმედებს ღვიძლზე, მოქმედებს შინაგან ორგანოებზე, ეს სხვანაირი ტიპის ტოქსინია, მაგრამ ტოქსინია და მაღალი დოზით სახიფათოა ძალიან ორგანიზმს. ხო და აქ კიდევ ერთი არ შეიძლება ცოტა არასწორად შევაფასე და არასწორად დავსვა ეს კითხვა, მაგრამ აქ ჩვენ საუბრობთ მესმის რო კონსერვებზე და მაგრამ კიდევ არის უამრავი დახუპული პროდუქტი, ხო, რომელსაც ჩვენ ვიღენახავთ და შესაბამისად ვიყენებთ სახში. აი ამ დახუპულ პროდუქტებს მე არ გამიგია რომ მურაბით მაგალითად ვინმე მურაბა ნაკლებად კარგად გაქვთ გაგებული ეგ. მურაბა არის ნაკლებად სახიფათო, მაგრამ რადგანაც ისევ ის არის ტკბილი და არ არის ასე ვთქვათ ესეთი ნეიტრალური არ არის, მჟავე პროდუქტებისგან მზადდება ხოლმე ხილისგან, ბალი, ალუბალი და ასე შემდეგ, ხო, მაგრამ ამ შემთხვევაში უკვე სახიფათოა კურკა. იმიტომ რომ თუ იმ კურკა თუ არის დაზიანებული, ამ კურკიდან გამოსული უკვე სხვა ციანიდი, სხვა ქიმიური საფრთხე არის, ასე ვთქვათ, ძალიან საშიში და ისიც ახლა როგორც ბოტულინიუმი ესე სწრაფად, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მოგკლავს, მაგრამ ისიც სახიფათოა ღვიძლისთვის, შინაგანი ორგანოებისთვის და როგორც ქიმიური ტოქსინი ყველა გადავიდეთ თუ მარტო ჩვენი მაყურებელი ხედავს რეკომენდაციებს და შეუძლიათ რომ ნახონ კარგად როგორ უნდა მოვიქცეთ კურკოვან ხილთან და ასევე ბოსტნეულთან და ყველა ერთად გადავიდეთ უკვე ბადრიჯის შემდეგ მურაბაც სივრცეში არსებობს ნამდვილად წარმოგიდგენთ ხალბატონო ეკა ჩვენ სტუდიაში ეს ჩემი სივრცეა ხო ლაშა აგელოდებით ხოლმე სულ მისაკუთრებული კუთხე და ხეს აი ასეთი სახლის პირობებში და კონსერვი დაგახვედრეთ პირველ რიგში ჩვენ დავიცოდეთ რომ კონსერვი უნდა დავამზადოთ როგორც გითხარით სტერილურად, დავხუფოთ, ვადუღოთ და ასე შემდეგ, მაგრამ შენახვის პირობებსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ ჩვენ კონსერვს დავდებთ არა ისეთ ტემპერატურაზე, რომელიც მის შესაბამება 20 გრადუსამდე უნდა იყოს ტემპერატურა, 5-დან 20 გრადუსამდე და ტენიანობაც კი მნიშვნელოვანია. იმ ხალხს, ვისაც სარდაფში აქვს შენახული მაგალითად სოფელში, ხო? იქაც ტენიანობა თუ არის ძალიან მაღალი, რამაც შეიძლება კოროზია, ასე ვთქვათ, გაუჩინოს აი ამ ანუ დაიჟანგოს ეს ჩვენი პროდუქტი, ისიც სახიფათოა. ამიტომ ტემპერატურა და ტენიანობა დამზადების შემდეგ. ეხლა ეს არის ესეთი რაღაც ზეთში დამზადებული კონსერვია, რომელშიც ბულგარულიც არის ბულგარული ციტაკის კონსერვი როგორც და თან აქვე რო უთხრა ჩვენ მაყურებელს დაახლოებით ვადა რამდენი აქვს სახში დამზადებულ კონსერვებს ერთ წელიწადზე მეტხანს ნუ შეინახავთ იმ შემთხვევაში თუ არის ქარხანაში დამზადებული იმას 2 წელი უწერია ხოლმე და 2-3 წელი რაც იმას ნიშნავს რომ ეს პროდუქტები ავტოკლავირებულია ანუ 121 გრადუსზე დამზადებულია და ბოსტნეულის კონსერვი რადგანაც საშიშია რადგანაც ის მჟავი არ არის მას უმატებენ ხოლმე კიდე სიმჟავეს რომ იყოს უსაფრთხო გახსნისას აი ხა მოდი უთხრათ რას უნდა მივაქციათ ყურადღება ჯერ ალბათ გარშემო ფერი როგორია ფერს ახლა ეს ერთგვაროვანია არაფერია სამას დასაწუნი არა აქვს ხო მაგრამ ზეთიანი კონსერვები გავიხსენოთ რომ არის სახიფათო ზეთში ანუ განსაკუთრებულად ნეიტრალურში და ესეთი ასე ვთქვათ მჟავე თუ არ არის სახიფათო თავსაფარი ასე ვთქვათ ერთგვაროვანია კარგად არის მიკრული აი ამ ზედაპირზე ნიშნავს რომ ანუ ვაკუუმი არის შიგნით შექმნილი ანუ არის უჰაერო გარემო მაგრამ ეს უკვე იმას ნიშნავს უჰაერო გარემო რო არის ანაერობული მიკროორგანიზმები მასში ადვილად განვითარდება და თუ არასწორად იყო დამზადებული ბოტულინიუმის საფრთხე იქნება ანუ ხელით უნდა მოვსინჯეთ აი მე ცოტა ეს მგონია რომ ცოტა საინტერესოა ჩვენ შეპარული ამაში ხაერია შეპარული შესაბამისად მასში კი ამობურცულია და მასში ვაკუუმი შექმნილი არ იყო და შესაბამისად ეჭვი შეიძლება შევიტანოთ თუმცა ერთპიროვნულად ესე ვერ შევხედავთ ანუ უნდა გავხსნათ და ეს აშკარად სახში დამზადებული კონსერვია რომ გავხსნით რას გავიგებთ მე თუ არ სუნი და გემო უნდა ვნახოთ თუ მჟავე პროდუქტია იმას თუ მაღალი მჟავიანობა აქვს თუ ძმრით არის დამზადებული ბოტულინიუმის საფრთხე ამას ვერ ექნება იმიტომ რომ ის მჟავიანობა რომელიც შეიქმნება, რასაც საუბრობდით, იმ არეში, ბოტულინიუმი ვერ ცოცხლობს უბრალოდ მჟავე არეში. არ შეუძლია მას სიცოცხლე, ამიტომ ბოტულინიუმის საფრთხე არ გვექნება, მაგრამ არ უნდა იყოს დაობებული, ამიტომ მაგასაც მივაქციოთ ყურადღებას. ახლა გავხსნაზე გადავიდეთ. არ უნდა იყოს გადმოსული, დასრული და რაღაც ისეთი ნადენი არ უნდა გქონდეს და ნადუღი შიგნიდან ფერმენტაციის შედეგად, ანუ შევხედავთ როგორია. კი, ცოტა ხმა გქონდა, ანუ ეს აუცილებელია, ხო? კი, მცირე ხმა რომ გამოთავისუფლდეს იქ ნარჩენი რაც არის და ერთი არ გქონდა. არა ცოტა გასახსნელი გვაქვს. აბა თუ შეიძლება მოგვეხმარეთ და გახსნის შედეგად ზედაპირზე კარგი სურნელი ამოვიდა. ანუ გახსნის შედეგად ჩვენ ხა ზედაპირზე დავაკვირდებით, ხომ არა აქვს ობის სოკო, რაც გავიხსენოთ რა არის ობის სოკო, ეს შეიძლება იყოს უკვე სხვა ტოქსინი, აფლატოქსინი, ან თქვა პენიცილიუმის ტოქსინი.
აი ნახეთ აბა ზედაპირზე ნახოთ. ორგანოლეპტიკურად კარგია, ვიზუალურადაც ცხვირზეც ანუ სასიამოვნო სურნელი მოდის. არ არის თქვათ დაობებული და ასე შემდეგ ტოქსინებს აქ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, თუმცა უბი ზედაპირზე უნდა შევამჩნიოთ. ზედაპირზე თუ შეიმჩნევა, რა თქმა უნდა, ზოგმაიცის აი ტყემალზე მოუხსნით ამ ყველაფერს, მაგრამ ეს ტოქსინებია, უნდა დავიმახსოვროთ, რომ შიდა სპორებია დაბლა არის ჩასული და სახიფათოა, რა თქმა უნდა. ეხლა ამას ჩვენ ბოტულინიუმს ვერ ვიეჭვებთ, იმიტომ რომ აშკარად მჟავესუნი და გემო მოდის, აი რომ და ცხვირზეც იგრძნობა რომ მჟავია და იმ საფრთხეს, რომელსაც ჩვენ ვფიქრობთ ბოტულინიუმი ექნებოდა, ამას ვერ ექნებოდა, იმიტომ რომ მჟავი არის. აქ ჩაგიკითხებით წამლებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ადამიანი წამალს უმატებს ალბათ ანუკა შენც გაგიგია და არ დავასახელებთ დასახელებას კონკრეტულად ამ წამლების უბრალოდ რომ გითხრათ რამდენად გვიცავს მსგავსი ტიპის წამლები მაგალითად ბოტულიზმისგან ან სხვა აბლეტურია აბლეტურია ესეთი ფორმის წამლები რომელსაც არ ვასახელებთ რო იყენებენ ამ წამლებს ესეთი როგორც კონსერვანტი გამოიყენება მიკროორგანიზმების დასათრგუნად იგივე უბის სოკოს და ასე შემდეგ რა გემრიელი სურნელია. მაგრამ ის ტაბლეტირებული, ასე ვთქვათ, კონსერვანტი ვერ დაიცავს ამ პროდუქტს ბოტულინიუმის საფრთხისგან. ანუ ეს უნდა გავმიჯნოთ, რომ ბოტულინიუმი არის ისეთი საფრთხე, რომელსაც თუ პროდუქტი არ არის მჟავე, ვერაფერი ვერ დაიცავს. ანუ უნდა იყოს მჟავე, რომ თვითონ ამ მჟავე არემ დაიცვას ამ ბოტულინიუმის ტოქსინისგან და აი ეს არის. ანუ ესეც აშკარად ძმრით არის დამზადებული და ძმარი ბოტულინიუმს ვერ წარმოქმნიდა, ვიცით ამ არეში და შესაბამისად ესეთი ტიპის კონსერვი შესაძლოა იყოს უსაფრთხო, თუ ის იყოს სწორად დამზადებული. ანუ მე მაგალითად მაინც გადმოვადუღებდი ამას, წამოვადუღებდი, იმიტომ რომ მაინც ვერ ვემბლი დამეთანხმებით არის სწრაფად გამოყენება. მაგრამ ესე იგი ჯანმრთელობაზე ვიფიქროთ და მხოლოდ ეს სრული გარანტიით ვერ ვიქნებით და ამიტომ ვიფიქროთ იმაზე, რომ უნდა ვიყოთ ჯანმრთელები. ბოლოს მინდა რომ ჩვენ მაყურებელს და ჩვენც მოგცეთ მთავარი წესები, ის 2-3 წესი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც ვამზადებთ კონსერვს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. კი, რა თქმა უნდა. თუ ჩვენ თვითონ მაინც გადავწყვეტეთ ამ ჩემი ამდენი შეჟინებების შემდეგ, რომ უნდა დავამზადოთ კონსერვი, აუცილებლად კილას უნდა მივაქციოთ ყურადღება, კილა უნდა იყოს არა მხოლოდ ადუღებულ წყალში გამოვლებული, ის უნდა იყოს გასტერილებული, ანუ საერთოდ ქარხნულ პირობებში მას ორთქლით სტერილიზაცია ხდებოდა. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის დუღილის სტერილიზაცია, ანუ უფრო მაღალი ტემპერატურა ვიდრე წყლის დუღილის ტემპერატურა. უნდა წამოვადუღოთ თვითონ ეს კილაც, წამოვადუღოთ ხუფიც და აი ამის შემდეგ უკვე ცხლად დამზადებული პროდუქტი თუ გვაქვს, ცხლადვე მოვათავსოთ აი ამ, ასე ვთქვათ, ჩვენ კილაში და კიდევ ერთხელ სწორი თერმული დამუშავება უნდა გქონდეს. სუფთა, ასე ვთქვათ, პროდუქტთან შეხებაში კილა და ხუფი, უნდა გქონდეს მაღალ ტემპერატურაზე დამზადებული ესეთი პროდუქტები, რომელშიც კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ თუ მჟავე, თუ სიმჟავე არ დავამატეთ, თუ არ დავამატეთ ძმარმჟავა, ჩვენ გვექნება ძალიან მაღალი საფრთხე, ასე ვთქვათ, ბოტულინიუმის და უნდა შევინახოთ სწორ ტემპერატურულ პირობებში. ანუ არა უბრალოდ მზეზე, სადმე უნდა იყოს ტემპერატურა არა უმეტეს 25 გრადუსის და არა უმეტეს 75 გრადუსის. ეს პროდუქტები მოსულა, გადაცემის მე.